მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით საქალაქო სასამართლოში არ მოსულა, ის რამდენიმე წუთში გამოჩნდება სასამართლოში, მას შემდეგ რაც დასრულდება ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოს მერვე დარბაზში, აი ამ კარს მიღმა სწორედ ტარდება უკვე თითქმის 2 საათია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი. ამ წუთებში უნდა ითქვას, რომ დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, რადგან მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა დაცვას ჰქონდა წინადადება შუამდგომლობა სწორედ სასამართლოსთვის, რომ თეა წულუკიანი და კომისიის წევრები გამოკითხულიყვნენ სასამართლოში, რადგან მაყურებლისთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი რომ იყოს, სწორედ თეა წულუკიანმა და მისმა კომისიამ დაიბარეს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ჯერ კომისიის ხდომაზე და გამოუცხადებლობის გამო უჩივლეს პროკურატურაში. მთავარი მომჩივარი სწორედ არის წულუკიანი და მისი კომისია, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და აბსურდულ სიტუაციაში ჩააყენა მთლიანად სასამართლო. ამას ამბობს დაცვის მხარე, ადვოკატებისთვის გაუგონარია, როგორ შეიძლება მომჩივარი მხარე არ მოხდ დაიკითხოს სასამართლო პროცესზე. პროკურატურა დღეს ამტკიცებდა, რომ არ იყო საჭირო თეა წულუკიანის და კომისიის წევრების გამოკითხვა და სხვათა შორის მოსამართლემაც განმარტებაში, როდესაც თქვა, რომ არ აკმაყოფილებდა დაცვის მხარის შუამდგომლობას, აღნიშნა, რომ ვერ დაასაბუთა ეს ადვოკატებმა და ვერც ბადრი ჯაფარიძემ, რომ აუცილებელი იყო ამ საქმეზე თეა წულუკიანის და მისი კომისიის წევრების დაკითხვა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ და მოვისმინოთ ახლა რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში, მაშინ როდესაც წულუკიანის გამოკითხვას ითხოვდნენ დაცვის მხარის წარმომადგენლები. პირველ რიგში დაუშვება ხდება მოწმობის შემთხვევაში ადვოკატის მიერ წარმოქმნილი დასაჯერებისიდან ამოწმებენ პუნქტი 2-დან 9 პუნქტში ჩასული პირები. Erdos თეა წულუკიანი, ალექსანდრე პაპატაძე, ხუნდა შარვანაშვილი, აუდიოვილიშოვი, კარტასალია, სოლასოვი, მილვაწერაშვილი, ილიანჯია, ირაკლი ხადაშვილი. ეს არის პირდაპირ ცდელობა ბატონო მოსამართლე იმისა, რომ აღნიშნული მოწმეები და აღნიშნული პირები უბრალოდ არ იყვნენ შეყვანილი დასაყრდენ პირთა სიაში და შემდეგ არ დაიკითხოს. ახლა მე გამიგია ყველაფერი. 37 წელს გამიგია ეგრეთ წოდებული ტროიკების ინსტიტუტი, სადაც ყველაფრის გარეშე ასამართებდნენ ადამიანებს, ეგრეთ წოდებული ტროიკები. პირდაპირ ცდილობს ახლა პროკურატურა გადმოიტანოს, ეს გადმოაყოფილოს, ვინაიდან საქმეზე მთავარი მოწმეები ვინც უნდა იყვნენ, ვინც ადამიანს ედავებიან, ვის გამოც მათ ბრალი წარუდგინეს. ხო ის საოცრება პროკურატურას გვეუბნება, რომ თურმე ეს ადამიანები მოწმის სახით არ უნდა იყვნენ დაკითხულები. ესეთი რამ პრაქტიკაში არ მახსოვს. ბევრ პოლიტიკურად მოტივირებულ და პოლიტიკური გემის საქმეებში მიიღია მონაწილეობა. მაგრამ როგორც ადვოკატს, მაგრამ მსგავსი პრაქტიკა პირველად მესმის, რომ მოწმეს, რომელმაც ადამიანს ბრალი დასდო და წაუყენა ბრალდება არ იკითხება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუ სასამართლოს ოდნავ მაინც აქვს რაღაცა იოტისოდენა შერჩენილი ამ შემთხვევაში და სურვილი სამართლიანობის, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები მოწმის სახით არ დაიკითხონ. სულ რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი ირაკლი შვანგირაძის მოსამართლის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაცვის მეორე შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და აცილებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მას არანაირად არ აქვს პოლიტიკური მოტივი იმისა, რომ ეს საქმე არ განიხილოს, არ აქვს მიკერძოებული პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით და თვით აცილებაზე, რა თქმა უნდა, შვანგირაძემ უარი განაცხადა. სულ რამდენიმე წუთში დასრულდება ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, ჩვენ მოვისმენთ შეფასებას ბუნებრივია, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ სასამართლოში ისარგებლა სიტყვის უფლებით ბადრი ჯაფარიძემ, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მან აღნიშნა, რომ ეს კომისია კონსტიტუციური დარღვევით არის შექმნილი, აუცილებელი არის კონსტიტუციის მიხედვით. საგამოძიებო კომისიაში 50% კომისიის წევრების იყვნენ სწორედ ოპოზიციურად განწყობილები, ოპოზიციური კვოტით სარგებლობდნენ, თუმცა ბადრი ჯაფარიძის შეფასებით არც ერთი ადამიანი ოპოზიციას არ წარმოადგენს ამ კომისიაში და ამასთან დაკავშირებით მან მოსამართლე შვანგირაძესაც მიაწოდა ინფორმაცია. სამი წევრი თვითონ დანიშნა ხალხურს თავისი რიგებიდან, ეს იგივე არის, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და ახლობის გავსი იქნებეს და თქვას, რომ ადვოკატი იცავდა ბრალდებულს უფლებებს და მაგალითად ორი ადგილი, რომელიც თვითონაც გამოყეს სხვა პარტიისთვის, მართლა რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, გაყალბებული და არაფერი უმეტესობას მიიღოს მუშაობაში. შესაბამისად,
მხოლოდ და მხოლოდ ქართულისა არის წარმოქმნილი საკანონმდებლო კომისიაში და ამიტომ საკანონმდებლო კომისია გამოიყენება პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა, რომ მინიმუმ 50% უნდა იყოს ოპოზიციისგან შემდგარი, რომ ხელისუფლებაში ხოლმე პარტიამ არ გამოიყენოს საკანონმდებლო კომისია პოლიტიკურ ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. და ჩვენ გვაქვს პირდაპირ ანგარიშსწორები პოლიტიკურ ოპონენტებისადმი სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო კომისიის მიერ, რომელიც არის შექმნილი კანონის ფეხქვეშ გათვლის საფუძველზე. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონო კომისია და კანონის გარკვევით არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული მათი. ორი უარის შემდეგ ახლა საინტერესოა ექნება თუ არა მესამე უარი ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის და სწორედ ამ წუთებში აყენებს მესამე შუამდგომლობას დაცვის მხარე ითხოვენ სისხლის სამართლებრივი დევნის საერთოდ შეწყვეტას, რადგან ადვოკატები აცხადებენ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა იყოს სწორედ აღძრული. უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ ახლა მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობენ მოსამართლესთან ერთად დაცვისა და ბრალდების მხარეები, რომ იმსჯელონ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით. ბადრი ჯაფარიძის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესიც რუსულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს ძლიერი საქართველოს ლიდერების წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ახლა განსასჯელის კამზე ზის ბადრი ჯაფარიძე, რამდენიმე წუთში სასამართლოში იქნება მამუკა ხაზარაძეც. მისი სასამართლო პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ბადრი ჯაფარიძის ხდება დასრულდება, რადგან იგივე პროკურორები ყავს ამ საქმეში გაბიტაშვილის უწყებას გამოგზავნილი საქალაქო სასამართლოში. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც რამდენიმე წუთში მამუკა ხაზარაძე იქნება საქალაქო სასამართლოში. ჩვენ შეგვეძლება მოვისმინოთ მისი პოლიტიკური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ აუცილებელი არის ბრალდების მხარისა და ადვოკატების შეფასებით, რომ დაიკითხოს ამ საქმეზე თია წულკიანი, თუმცა წულკიანის დაკითხვის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა მოსამართლემ. ჩვენ უკვე ხედავთ მამუკა ხაზარაძეს, შეგვიძლია მას გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში, მოვისმინოთ მისი შეფასება. მოგესალმებით ბატონ მამუკა, რას გვეტყვით ამ სისხლის სამართლის საქმეზე? პირველ რიგში თქვენი პოლიტიკური შეფასება გვინდა რომ მოვისმინოთ. წულუკიანი მოვიდა სასამართლოზე? არა, არ დააკმაყოფილა მოსამართლემ წულკიანის დაკითხვის. წულუკიანი არ ემორჩილება სასამართლოს, ესე გამოდის. აი ჩვენ მემორჩილებით სასამართლოს მიუხედავად იმისა, რომ არის მურუსიძის და კლანური მმართველობის ქვეშ. ჩვენ წულუკიანი არ მოვიდა. ხო, საინტერესოა. მოსამართლემ არ მიიჩნია საჭიროდ ბატონო მამუკა, ამაზეც რომ გითხრათ, მოსარჩელი არის თავარი წულუკიანი და კომისია, თუმცა მისი დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა სასამართლომ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? არა, ეს ნიშნავს იმას, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვაპროტესტებთ, ეს ნიშნავს, რომ სამართალი ამ ქვეყანაში არ არის. მიუხედავად იმისა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი არ გამოცხადება კომისიაზე იყო განპირობებული იმით, რომ პირველი პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი შექმნილი კომისია არის არალეგიტიმური და ეს კომისიაც კანონის უხეში დარღვევით არის შექმნილი. მაგრამ იქ ვთქვი, რომ თუ მესამე კითხვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და მურუსიძე, ჩვენ მზათა ვართ კანონების ფარგლებში უპასუხოთ ნებისმიერ კითხვას. ერთ-ერთი მოთხოვნა არის წულუკიანის აქ მოსვლა სასამართლოზე, რომ მან, ესე ვთქვათ, გასცეს პასუხი თუ როგორ მართავს არაკანონიერად შექმნილ კომისიას, ეს ერთი და მეორე ამ კომისიას იყენებს პოლიტიკური დევნისთვის ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მაგრამ ჩვენ არ დავიღლებთ, კიდევ მეორე არ დავიღლებთ, ვივლით მანამდე და გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნასო ვამხილოთ ესენი. მადლობა. მამუკა, თქვენც აღნიშნეთ პოლიტიკურ დევნისთვის იყენებს თია წულუკიანი ამ კომისიას. ჩვენ ვნახეთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს, სავარაუდოდ რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს ეს ელოდება. რას გვეტყვით აი ამ პროცესებზე, დაკავებებზე აბსურდული ბრალდების გამო? რა უნდა გითხრათ, რა ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ყველაფერი არის მიტაცებული, პარლამენტია მიტაცებული, სამართალია მიტაცებული. ამიტომ რა უნდა გითხრათ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს არის ერთადერთი
სწორი და მართებული გზა. ყველა ვისაც როგორ შეუძლია. იმ ფორმით უნდა ვიომოდოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გავანთავისუფლოთ. მადლობა. თქვენ მოსმინეთ მამუკა ხაზარაძეს. ის რამდენიმე წამში იქნება უკვე საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესის დასრულების შემდეგ სწორედ მამუკა ხაზარაძე დაჯდება განსაზღვრების სკამზე. რა თქმა უნდა, რათვის მხარის შუამდგომლობა ამ პროცესზეც იქნება ერთ-ერთი მთავარი, რომ თია წულუკიანი გამოიკითხოს, უკაცრავად გამოიკითხოს სასამართლოში და თუმცა ალბათ შვანგირაძის მსგავსად მოსამართლე, რომელიც მამუკა ხაზარაძის საქმეს განიხილავს, ის მოსამართლეც გელოვანი არის, ლევან გელოვანი, ისიც არ დააკმაყოფილებს წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობას და დიდი ალბათობით სწორედ წულუკიანს ვერ ვნახავთ სასამართლოში. თქვენ ხედავთ უკვე კაცში, მამუკა ხაზარაძე გადის ახლა შესაბამის პროცედურებს და მას რამდენიმე წამში ექნება შესაძლებლობა მივიდეს საკუთარ დარბაზთან და ელოდოს ხდომის დაწყებას. მე როგორც ხედავ, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საინტერესოა მოსამართლე სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთი არის საქალაქო სასამართლოში ვითარება. დღეს ძლიერი საქართველოს ლიდერების ხედან განსაზღვრების სკამზე, ხუთშაბათს ზურა ჯაფარიძე იჯდება განსაზღვრების სკამზე, მას გირავ გადახდილი არ აქვს სავარაუდოდ, მასაც როგორც ოქრუაშვილს ციხეში გაუშვებს ოლიგარქის სასამართლო. მოკლედ, ჩვენ პროცესების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ თვალს ადევნებთ, რა ვითარება არის ახლა საქალაქო სასამართლოში.